ლალიმელის გავარი შეგეთქვა გახლავთ. გამარჯობა, არ ვიქნები სუბიექტური თუ ვიტყვი რომ ხართ საქართველოში ნომერი პირველი ეკონომისტი. ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს მდგრადი განვითარება. მდგრადი განვითარება. ვიტყვით ალბათ რასაც გულისხმობ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ახლა ჩვენ ახალგაზრდა გოგონაზე თუ ვლაპარაკობთ, ეს ნამდვილად არ არის ჩემი საქმე, ყველაზე სხვა მილაპარაკოს, ისე მდგრადი განვითარება ძალიან სერიოზული და აუცილებელი რამ არის. სხვათა შორის ძალიან ისეთ მაგალითს მოვიყვან. ბოტანიკის სფეროდან. ეხლა მთელ მსოფლიოში განვითარებულ მსოფლიოში შემოღებულია წვეთოვანი მორცვა. ანუ გამუდმებით ერთი და იგივე დოზით, აუცილებელი დოზით, მაგრამ მცირე რაოდენობით მიეწოდება მცენარეს წყალი. და ეს იწვევს მცენარის მდგრად და აღმავალ განვითარებას. ჩვეულებრივ თქვა საქართველოშიც ქართული გლეხი როგორ აკეთებდა? მორწყავდა ძალიან ბევრს, წყალს დახარჯავდა ამაში, ტონობით წყალი დაიხარჯებოდა და არამდგრადად ვითარდებოდა მცენარე. ანუ ესე ნახტომისებურად ჯერ ძალიან სწრაფად, მერე ჩერდებოდა და მერე ახალად, ასე ვთქვათ, ინერციის ასაღებად, იმას ძალიან დიდი ენერგია ჭირდებოდა. ამიტომ შედეგი ძალიან ცუდი იყო. დღეს მსოფლიოში იმიტომ შემოიღეს ის, რომ თანაბრად მდგრადად განვითარდეს მცენარე და ის გაცილებით დიდი იზრდება, გაცილებით ნაყოფიერია. იმიტომ რომ არ აქვს ესეთი ნახტომისებური განვითარება, მერე შეჩერება, მერე კიდე განვითარება, მერე კიდე შეჩერება და ყველა შემთხვევაში ინერციის აღებისთვის სასიცოცხლო ენერგია ძალიან ბევრი იხარჯება. აი შეიძლება ძალიან თულად გასაგებად ავხსენო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გასაგებია. აი ეს არის ზუსტად ქვეყნის მდგრადი განვითარება, რომელსაც არანაირი კატაკლიზმა სერიოზულ დარტყმას არ აყენებს. ანუ ყველაფრისთვის ქვეყანა მზად არის და ერთ აღმავალ ხაზზე ვითარდება. ახლა თუ მეტყვით რომ რატომ ამას ვერ აკეთებს, თქვა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ალბათ ეთქვა რომ სამინისტროს და მინისტრიც უნდა იქმნებოდეს და ინიშნებოდეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვიღაცა მანიაკის შეხედულებისამებრ და მისი რაღაცა გაურკვეველი ინტერესებიდან. ჩვენისთანა ქვეყანაში ერთი სტადიონი ხალხი წყვეტავს ყველაფერს. ერთი სტადიონი გამოხტული. ჯაბა ბარსაფან შავიშვილი გეკითხებათ, ბატონო ნოდარ, ჩემთვის როგორც თქვენი პარტიის პოტენციური ამორჩევლისთვის, თავარია არა ის, თუ რამდენჯერ ახსენებს რომელიმე პარტიის წევრი, თუ როგორი სისხლის მსმელია და ცუდია ეს რეჟიმი და ასე შემდეგ. არამედ კონკრეტულად პარტიის იდეოლოგია და მისი პროგრამული ნაწილი. სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ ყველაფერს ძალიან ცოტა დროს უთნობს. ყველაფერი გადასულია ურთიერთლანტბო დინებაში. თითქმის არც ერთ პარტიას, მათ შორის რომელსაც არასდროს გამოცხადებია, თუ რომელია მისი პოლიტიკური იდეოლოგია და რომელ ეკონომიკურ პლატფორმაზე დგას პარტია. მემარცხენეა, მემარჯვენე თუ სულად ცენტრისტი. ვინაიდან პოლიტიკოსები არ აკეთებენ ამ საკითხებზე აქცენტირებას, შესაბამისად უმეტესწილად პოლიტიკურად გაუნათლებელ საზოგადოებაშიც არ არსებობს ამ თემისადმი ინტერესი. არადა პოლიტიკური დებატები სწორედ იდეოლოგიათა შორის ბრძოლის ჭრილში უნდა მიმდინარეობდეს და ბოლოს ჩემი კითხვაც ამ საკითხს შეეხება. რა პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგია გააჩნია ფორუმს? მემარცხენეები ხართ თუ მემარჯვენეები? მადლობთ ესეთი მოცულობითი შეკითხვისთვის. დღეს მოკლედ გავცემ მაშინ პასუხს და სხვანაირად ვიყავი მომზადებული, ემოცია ჩამიქრება. ესეთი მკვეთრი გამიჯმა მემარჯვენეებს, მემარცხენეებს ცენტრისტებს შორის მსოფლიოში არ არის. და ჩვენგან მით უმეტეს ეროვნული ფორუმიდან მოითხოვ. ჩვენი სახელიდან მოდის. ჩვენ ვიბრძოლებთ ეროვნული ქართული სახელმწიფოს აღშენებლობისთვის და ძალიან მოხარული ვიქნები თუ თქვენნაირი ადამიანები დადგებიან ამ იდეის გვერდით და გადახრა შეიძლება იყოს ხანდახან უფრო მემარჯვენე ქვეყნის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება მემარცხენეც. რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, ძალიან ცუდია თუ თქვენ არ იცნობთ, ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანი დოკუმენტი შევქმნით და საზოგადოებაში გავავრცელეთ, სადაც ყველა ძირითადი ეკონომიკური მიმართულება დასურათებული მიღწევის გზების ჩვენებით. შეეცადეთ, მოიძიოთ, ნახავთ და რაიმე ვიღაცისთან მიმსგავსება არც გვიცდია, რომელიმე ქვეყნის გზის არჩევა არც გვიცდია. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ისტორიული ფესვებიდან და ვთვლით, რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ჩვენს პროგრამაშია, რასაკვირველია, კორექტირება ყოველთვის შეიძლება და ხაზს უსვამთ ყველგან. ქართველ კაცს საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ღირსეულად იშრომოს, ჩადოს თავისი
ფიზიკური თუ ინტელექტუალური ძალები და ღირსეულად ცხოვრების საფუძველი შეიქმნა სამშობლოში. დეტალები ყველაფერი ფაქტობრივად გაწერილია ჩვენს პროგრამაში, რომელიც კიდევ ერთხელ გეუბნებით გავრცელდა საზოგადოებაში საკმაოდ ფართო მასშტაბით და ამ საკითხებზე საუბრობ მე ყოველ შემთხვევაში თითქმის ყოველთვის, როცა მივიწვდება ხელი მასობრივი ინფორმაციის ნებისმიერ საშუალებასთან. დიდი მადლობა და მე მინდა შევახსენო ჯაბასაც, რომ ჩვენ საიტზეც 3W ფორუმი დევს ასევე და მეორე კუთხე. შალვა რამიშვილმა თავის ერთ-ერთ Facebook-ის სტატუსში დაწერა შემდეგი რამს: "რჩევა ოპოებს. კარგად უყურეთ 80-იანების ბოლოს გამართულ მიტინგებს. გაიმახსოვრეთ მაშინდელი ორატორების ლექსიკა და აღარ გამოიყენოთ ისინი არასდროს. მოაპელირებთ ქართველობაზე, უხვედრობაზე და მისთანებზე. 1000 ჯურის ურაპატრიოტმა გაცვლითა ეს სიტყვები. ნუ ჩართავთ პოლიტიკაში ზოვან დამსახურებულ ხალხს. ეს მათთვის სრულად გაუგებარი რეალობაა. მოიგეთ ახალგაზრდათა გული. ჩემი აზრით დღევანდელ სიტუაციაში სწორედ ეს უნდა იყოს პოლიტპარტიებში ყველაზე მისაღები საკითხი. მაინტერესებს რამდენად ეთანხმებით ამოსაზრებას და რას აკეთებს ფორუმი იმისთვის, რათა ჩართოს და დაინტერესოს ახალგაზრდები ქვეყანაში მიმდინარე პროცესში. ბატონი შალვა PR-ის კარგი სპეციალისტია და ალბათ მის გამონათქვამებს ხშირად უნდა მიუგდონ პირველ რიგში პოლიტიკოსებმა პური, თუმცა მე ნაწილობრივ შემეძლია მხოლოდ დავეთანხმო გასაკვირველია ახალგაზრდები ყველაზე რევოლუციური, ყველაზე სერიოზული ძალაა და ზუსტად პირველ ეტაპზე ეს მოიგო სააკაშვილმა. ადვილი გადასაბირებელი აღმოჩნდა ქართული ახალგაზრდობა და დღესაც მაგალითად ძალიან ბევრი მათგანი მიუხედავად იმისა, რომ სახლში სულ ყველა უმუშევრები ყავთ, სიამოვნებით დადიან თქვათ. ეგრეთ წოდებულ უფასო კონცერტებზე და ძალიან ბედნიერი სახით ატარებენ თქვათ ერთ დღეს მეორე დღეს ალბათ ეცებენ რა ჩამონდა გადალიო. მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდობისთვის ბრძოლის პირველი ეტაპი სააკაშვილმა მოიგო და ეს ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი უპირველესი აქცენტია, უპირველესი მიმართულება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია არც თუ მეორე ხარისხოვან როლს ასრულებს ახალგაზრდულ პოლიტიკურ სპექტრში. თუმცა, რასაკვირველია შორსავარ იქიდან, რომ ვაკმაყოფილებს ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა მიდის ეროვნულ ფორუმში, შეიძლება ცოტათი უცოს ადამიანებს მიმართო, ჩვენ არ აგვაქვს არც ერთ უფლება, რომ დაუტოვოთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ჩვენს მომავალთაობას ის ქვეყანა, რა ქვეყანაშიც მოგვიწია იმ ბოლო წლების ხოლმე. მანამდე პირში სული მიდგას მე და ჩემნაირებს, მანამდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ბოლოს და ბოლოს გავეგოთ მაინც ქვეშაგებად იმისათვის, რომ ფურბილად გაიაროთ მომავალი ბედნიერი საქართველოს ბრძოლაში. მე ნამდვილად ვერ ჩამოვცემ და მე გეტყვით, რევოლუციური მუხტი დღეს არანაკლებია ჩემი ასაკის ხალხში, ვიდრე ახალგაზრდებში. სხვა ამბავია, რომ ახალგაზრდების რევოლუციური მუხტი უფრო ასაწევიც არის და მეტად გამოსაყენებელიც. მაგრამ ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვერც ბატონ სააკაშვილს და ვერც ბატონ შალვა რამიშვილს, რომ ვინმე ჩამოსაწერია. იმიტომ რომ ეს სამშობლო ყველასთვის 90 წლისა რო ვიყო და 98 წლის, ეს მაინც ჩემი სამშობლოა და ჩემი პასუხისმგებლობა ჩემი მომავალი თაობის. მე ზუსტად მაგისი მეშინია. რომ საფლავზე რო ამოვა ჩემი შვილიშვილი, არ უნდა მითხრას, რომ აი რისთვის იცხოვრე რა დამიტოვე. და ყოველ შემთხვევაში იმ გზნობით მაინც უნდა წავიდე, რომ მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავიღე და შეიძლება უშედეგო გამოვიდა, მაგრამ